поддерживал контакты с рядом сотрудников дипломатических представительств буржуазных государств в Москве. И в частности с первым секретарем внутриполитической секции посольства США в СССР Игорем Белоусовичем. От него я получил антисоветскую литературу, изданную за границей и привезенную в нашу страну для распространения. На следствии я подробно рассказал о совершенном мной преступлении. Хочу отметить, что после долгого раздумья я понял, что глубоко заблуждался и что моя деятельность во многом была вредной. Поэтому я искренне сожалею о содеянном мною, раскаиваюсь в содеянном и осуждаю совершенное мною преступление. Желаю также отметить, ибо обязан это сделать, что моему отцу Константину Гамсахурде ничего не было известно о моей антисоветской деятельности. Отец всегда внушал мне мысль о превосходстве советской общественно-политической формации над другими государственными системами. Он и доказывал это на конкретных примерах. Он старался привить мне любовь и преданность к советскому народу. Сейчас я глубоко сожалею, что не прислушался к голосу моего отца и стал на путь антисоветской деятельности. Я никогда не... Პოლიტიკოსი არის ის, ვინც თავს წირავს კიდეც. მე ხა ყველას ვერ მოვთხოვ. აი რო ჩამოფრინდა, ხო, მე თქვი რომ მაშინ არ უნდა ჩამოფრინილიყო, სხვა საკითხია. აფხაზეთში გადავიდა, იქ რუსის გენერალი შეხვდა. ეს ახლა ყველა აპარაკობენ ამაზე. მე მიამბო, აფხაზმა შეხვედრები იყო ხოლმე რაღაც მორიგების თემაზე ევროპაში და ეს კაცი იყო ტუშბა. არის კიდეც მის ოჯახში შედგა რუს გენერალთან შეხვედრა. იმ გენერალმა უთხრა. ეს ამბავი მინდოდა რომ მოგეყოლო. ხო, რუსმა გენერალმა უთხრა რომ იზო დედაჩემიო ტირისო სულ რო იხსენებს, ზვიად ძალიან თავაზიანი იყო და ეხლა მოხუცი ქალი მithumetes და აფხაზები ძალიან აფასებენ და ამ რუსმა გენერალმა უთხრა რომ მოკლედ თუ აფხაზეთს ცნობთო და მოუკიდებლათო ჩვენო შეგიყვან თბილისშიო პრობლემა არ არისო და მეერეო გაერთიანდებით დადებთო ამას ხელშეკრულებას. აი ეს ლინია თუ არაო ზვიადმა უთხრა. ნუ მაშინ სიკვდილია. და სიჩუმე ჩამოვარდაო და მეც ვიფიქრე და ეტყობა გენერალმაც რომ ესო ვერ მიხვდაო ის სიკვდილზე იყო ლაპარაკიო და გენერალმა დაუზუსტავ თქვენი სიკვდილიო ბატონო პრეზიდენტო, ваша смерть, господин президент. შეხედაო და хорошо, пусть будет смерть უთხრა. რამდენი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას? აი რამდენი ხო? აი ეს დატოვა რა. დატოვა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის ბრძოლა, გამარჯვება ამ ბრძოლაში და თავგანწირვა, დატოვა სამუდამო მაგალითი. მე ხანდახან სიმართლე გითხრათ, ზვიადი მომსწრე ამის აი ბრაზობდი არ ვიტყვი, მაგრამ ღიზიანდებოდი რაღაც გადაწყვეტილებებზე, რომ იქნებ ეს. მე მივხვდი, რომ აი ეს მიდის, რომ აი ეს მაგალითი დარჩეს. ერთხელ აი და საოკუპაციოდ გამოცხადებაზე რუსების, ახლა მეც მინდოდა, მაგრამ მეტისმეტ გასხვარ ვაჭერთ მეთქი უთხარი. აკაკიო მითხრა, ჩვენო ისე ღრმათ უნდა გავიდეთო, რომ ღმერთმა არ იცის მე რა მოხდება, რომ თუნდაც ნახევრამდე რო დაგხვიოთ, მაინც გასულები ვიქნებით აქედან. აი ესე მიპასუხა რა და ეს მახსოვს სულ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან